თბილისში ღვინის ტურიზმის მე-6 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება. კონფერენციას სასტუმრო თბილისი მერიოტში სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა გახსნეს. Am კონფერენციის მიზანი არის, რომ 13 მყინვარიდან 150-მდე დელეგატს და მონაწილეს გავაცნოთ საქართველოს ქართული ღვინო, ღვინის ტურიზმის შესაძლებელი პოტენციალი ქვეყანაში. შარშან ძალიან მაღალი აქტივობა იყო უკვე უცხოეთიდან ღვინის ტურიზმის კუთხით და წელს ველით კიდევ უფრო მაღალ აქტივობას. წელს ჩვენ გავდივართ როგორც ძველ მიზნობრივ ბაზრებს, ასევე ახალ ბაზრებზე და საქართველოს წარმოვაჩენთ როგორც ღვინის სამშობლოს ადამიანები, რომელიც ღვინის ტურიზმში ყველაზე წონიანი ფიგურები არიან. ღვინის მწერლები, ღვინის ტუროპერატორები, გიდები და ასე შემდეგ, ვინც საქართველოს ღვინის ტურიზმის პოტენციალის კუთხით უნდა გააცნოს.